გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა. საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათი რჩება 15 საათის მდგომარეობით. საარჩევნო უბნებზე 991,651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,22%-ია. ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია. არჩევნების პარალელურად კი ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია იმართება თავისუფლების მოედანზე. რა ვითარება ადგილზე, ამას მეგინ არსავიძე გვეტყვის. ახლა აქციის მონაწილეები მიემართებიან სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ იმყოფებიან ახლა ის ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მსვლელობით წამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ადგილზე, როგორც გზაში, როცა მათ მსვლელობა დაიწყეს, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადავიღეთ აქციის მონაწილეები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც სახე ჰქონდათ დაფარული. აი ასე იქცევიან აქციის მონაწილეები, როცა ისინი ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფებს ხედავენ, ცდილობენ რომ მუშაობაში ხელი შეგვიშალონ. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ასევე გადავიღეთ ჩვენ ადამიანები, რომლებიც არიგებდნენ ტანსაცმელს და ეს ადამიანები შავ ტანსაცმელს ურიგებდნენ, შავი ფერის ტანსაცმელს. აქციის მონაწილეებს ჩვენ დავინტერესდით, რისთვის სჭირდებოდათ და გითხრეს, რომ ეს ტანსაცმელი სჭირდებათ იმისთვის, რომ თუ გამოიყენებს სპეცრაზმი წყლის ჭავს, მაშინ მათ გამოადგებათ ეს ტანსაცმელი ასე აგვიხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გარკვეული არეულობისთვის და პოლიციასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან და კონკრეტულ კითხვებზე პასუხი დაგვიბრუნეს, მაყურებელს ახლა ეს შეუძლია მოისმინოს. წინა აქციების შემთხვევიდან გამომდინარე და პრაქტიკებიდან გამომდინარე, ვიცით რომ წყლის ჭავლი, როდესაც ჩვენკენ წამოვა, დაუსველდებით. შვიდობიანი თუ იქნება აქცია, წყლის ჭავლის გამოყენება რატომ გახდება საჭირო? წინა პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით, მშვიდობიანი იყო სრულად აქცია, მაგრამ შვიდობიანი იყო ის აქციები, პიროტექნიკას არ ისროდნენ იმ აქციებზე, პოლიციელების მისამართით. პიროტექნიკას ისროდნენ, პიროტექნიკის სროლა კანონით არ არის, ეს თქვა. პოლიციელის მისამართით. არა, პოლიციელის მისამართით არავის არ გაუსროლია. აქციის მონაწილეები ახლა ისევ ცდილობენ, რომ შეგვიშალონ ხელი მუშაობაში, თუმცა მე ახლა მაყურებელს მოვუყვები აქციის ორგანიზატორის პაატა ბურჭულაძის განცხადებას. შეიძლება ითქვას, რომ აქციაზე არის გაურკვევლობა, იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა იდგეს კონკრეტული სცენა. ჩვენ გვახსოვს, რომ პაატა ბურჭულაძე ითხოვდა 4 სცენას, თუმცა ახლა ერთი ძალიან მცირე ზომის სცენა დგას. რთული არის, რომ ამას სცენაც უწოდო. პაატა ბურჭულაძე ასევე დღეს აქ აქციის მონაწილეებს დროშებსაც ურიგებდა და აქ ჩვენ დავინტერესდით ასევე თუ რა გეგმები აქვს პაატა ბურჭულაძეს და ის ასევე საუბრობს დღესაც რევოლუციაზე. რევოლუცია აგერ არის, ეს შეხედეთ ამ ხალხს. ამაზე მეტი რევოლუცია რა გინდათ? მეტი კონკრეტიკა რო ძალიან ცუდი კაცია, ეს არის კონკრეტიკა. აქციის მონაწილეები მსვლელობის პერიოდში შეჩერდნენ ასევე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან. იქ იყო ისევ პროვოკაციების მცდელობა, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, შეძახილები და ახლა აქციის მონაწილეები აქ ისევ ცდილობენ, რომ ჩვენ მუშაობაში ხელი შეგვიშალონ. აი თქვენ შეგიძლიათ კადრში ნახოთ, რა პირობებში მუშაობთ, გვეუბნებიან, რომ რაღაცას არასწორად ვაშუქებთ, თუმცა მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ აქციებს ყოველთვის ვაშუქებთ ისე, რაც ხდება ობიექტურად, დიახ და ასევე მინდა მაყურებელს უთხრა ისიც, რომ აქციაზე შეინიშნებიან ნიღბიანი ადამიანებიც, რომლებსაც სახე აქვთ დაფარული, თუმცა ვერ გვიხსნიან თუ რატომ აქვთ სახე დაფარული. პირდაპირ ეთერში საუბრობდა მეგინ არსავიძე და რამდენიმე წუთის წინ მოქალაქემ მოგვეწოდა ვიდეო, სადაც ჩანს ჯავშან ჟილეტებით ადამიანები მიემართებიან აქციისკენ. სწორედ ამ ვიდეოს ადევნებთ ახლა თქვენ თვალს ეთერში. ეს ვიდეო რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე კი დაახლოებით 3 საათი რჩება. საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემო არის თავისუფალი როგორც ამორჩევლებისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის. მათივე თქმით, ტექნიკურ შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია. ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის უფრო მეტს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის პროცესს შეხვდა საკმაოდ მომზადებული, მას ყავს გადამზადებული თანამშრომლები, რომლებიც ეხმარებიან ამომრჩეველს, რათა მათ არჩევანი გააკეთონ თავისუფალ და ღია გარემოში. ისინი აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი ღია და თავისუფალი არა მხოლოდ ამომრჩევლისთვის, არამედ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვისაც არის და მათ ამ მხრივ კიდევ უფრო გაუმარტივდათ მუშაობა საოლქო საარჩევნო უბნებზე. მათი განცხადებით, CESCO-ს წარმომადგენლები არიან საკმაოდ მომზადებულები იმისათვის, რომ ნებისმიერ ამომრჩევლის კითხვას გასცემ პასუხი და მაქსიმალურად შეყოვნებისა და დაყოვნების გარეშე მათ გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს რჩება დემოკრატიული ღირებულებების ერთგული და საქართველო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს მართავს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რასაც ის აქტივობაც ადასტურებს, საზოგადოების აქტივობაც ადასტურებს, რომელიც დილიდან სხვადასხვა საოლქო უბნებში შეინიშნება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული არჩევნების პრინციპის და მათი შედეგის უკვე სწამს. დღეს დილიდან თბილისის მასშტაბით 2 სხვადასხვა საარჩევნო უბნის მონიტორინგი განვახორციელეთ. პროცესი, რომელსაც დავაკვირდით, შეფერხებების გარეშე ეფექტურად მიმდინარეობს. ვერიფიკაციის პროცედური და ხმის მიცემის პროცედურის ჩათვლით. აღსანიშნავია ამომრჩევლის ინფორმირებულობა ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ. პროცესი ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით. ამჟამად უკვე 3 საარჩევნო უბანზე დავაკვირდით კენჭისყრის პროცესს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირებას. ამომრჩეველთა სახეებს თუ დავაკვირდებით, აღვნიშნავ, რომ ისინი მოხარულები არიან, რომ მონაწილეობენ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართველი ხალხის მომავალი და ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები, ვერიფიკაციის აპარატები გამართულად და ეფექტურად ხარვეზების გარეშე მუშაობს. თვალსაჩინოა, რომ ამომრჩევლებს აქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი და წარმატებული საინფორმაციო კამპანია განახორციელა. ამ დროისთვის მქონდა შესაძლებლობა დაუკვირვებოდი არჩევნებს 4 საარჩევნო უბანზე. არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით. ასევე მსურს აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების წევრები სათანადოდ არიან გადამზადებული. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაც შეუფერხებლად ხორციელდება. ამ მომენტამდე ჩვენ 10-მდე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით. ვიხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნის პროცედურები და შემდეგ უკვე უშუალოდ კენჭისყრის პროცესს ვაკვირდებოდით. დაწყებული ამორჩევლის რეგისტრაციიდან დასრულებული ხმის მიცემით. როგორც ვხედავთ, საარჩევნო გარემო საკმაოდ მშვიდია და კომისიის წევრების საქმიანობა ჩემი დაკვირვებით იყო ძალიან პროფესიონალური. ამ მომენტამდე რაიმე სახის პრობლემა არ შეგვხვედრია. გავეცანით ახალ ტექნოლოგიებს. ჩვენი პერსპექტივიდან ეს უდაუცი-ახლია. ჩვენ ვაკვირდებით საარჩევნო პროცესი მომენტიდან, როდესაც გაიხსნა საარჩევნო უბანი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი დროულად დაიწყო. საარჩევნო უბანზე მომუშავე ადამიანები არიან მზად იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველს მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია საარჩევნო პროცედურების შესახებ. ამომრჩევლები არიან ზუსტად ინფორმირებულები, როგორ უნდა მოათავსონ საარჩევნო ბიულეტინი ხმის მთლელ აპარატში. შესაბამისად, ხმის ფარულობა არის დაცული. საერთო ჯამში პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება. ეს ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის მალტა, ესპანეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები. ეს ასევე არჩევნებს აკვირდება 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ისინი შემაჯამებელ განცხადებას დღის ბოლოს არჩევნების დასრულების შემდგომ გააკეთებენ, თუმცა მანამდე წინასწარ
საკუთარი პროგნოზები და შეფასებები მათი არის დადებითი. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული პრინციპებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებიან. დავიწყოთ აჭარიდან, როგორ აფასებენ ისინი არჩევნების მიმდინარეობას აჭარაში, ამას დარეჯან ჩხიკვაძე გვეტყვის. საერთაშორისო დამკვირვებლები აჭარაში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან. ისინი ბათუმში უკვე რამდენიმე უბანზე იმყოფებოდნენ. აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მათივე განცხადებით, რაიმე სახის შეფერხება მათ არ დაუფიქსირებიათ. დამკვირვებლები დღის ბოლომდე გააგრძელებენ დაკვირვების პროცესს და ამის შემდეგ უკვე საბოლოო შეფასებას გააკეთებენ. თბილისში ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით და ახლა ბათუმში ვაკვირდებით არაერთ საარჩევნო უბანს. ჩვენი დაკვირვებით არჩევნები მიმდინარეობს სამართლიანად. არანაირი პრობლემა არ გამოგვივლენია. ყველაფერი წესრიგშია. მთელი პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული კანონების შესაბამისად. საარჩევნო პროცესი სამართლიანი, გამართული და დემოკრატიულია. არანაირ უჩვეულო ჩარევებს ადგილი არ აქვს. ვინც გაიმარჯვებს, მას ექნება ძლიერი და დემოკრატიული მხარდაჭერა საკუთარი ამომრჩევლისგან. ბათუმში გახსნილია 90 უბანი, რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, მერობისთვის კი 5 კანდიდატი იბრძვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება 15 საათის მონაცემებით 42,000 ამომრჩეველზე მეტმა მიიღო. როგორც აღნიშნეთ, ბათუმში ასევე იმყოფებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ისინი დადიან უბნებში, აკვირდებიან პროცესებს და ამბობენ, რომ ბათუმში, არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ დემოკრატიულ გარემოში. ეს დარეჯან ჩხიკვაძე იყო. დამკვირვებლები არჩევნებს აკვირდებიან ქუთაისშიც, როგორია მათი შეფასება, ამას ხათუნა მაისურაძე გვეტყვის. საერთაშორისო დამკვირვებლები ქუთაისის საარჩევნო უბნებს აკვირდებიან. ჩვენთან საუბარში მათ დადებითად შეაფასეს მთლიანად ეს საარჩევნო პროცესი და აღნიშნეს, რომ არც უბნებზე და არც უბნების გარეთ რაიმე ტიპის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. კონკრეტულად ჩვენ ვესაუბრეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს ამერიკიდან, რომლებიც საარჩევნო პროცესს ქუთაისამდე აკვირდებოდნენ თბილისსა და ხაშურში და საერთო ჯამში მათ თქვეს, რომ საარჩევნო პროცესი მაღალი პროფესიონალიზმით მიმდინარეობს. ქალაქი ქუთაისი შესანიშნავად ართმევს თავს არჩევნებს. ენთუზიაზმით სავსე პერსონალია. არანაირი ხარვეზი არ დაგვიფიქსირებია. ხალხი მოდის და აძლევს ხმას. პრობლემები არც საარჩევნო უბნებშია და არც მათ გარეთ. ყველა სხვა ქალაქშიც საარჩევნო პროცესი პროფესიონალურად მიმდინარეობს. მრავალი ადამიანი აძლევს ხმას და ვფიქრობ, ყველა ქალაქი კარგად მუშაობს. არჩევნები დადებითად პროფესიონალურად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ეფექტიანად მუშაობს. ამ დროისთვის პროცესი სათანადოდ იმართება. ვფიქრობ, რომ განვაზოგადოთ ყველა ქალაქში თანაბარი მიდგომა. ქუთაისში შევნიშნეთ საკმაოდ დიდი ენთუზიაზმი არჩევნებში მონაწილეობის კუთხით. საკმაოდ მაღალია აქტივობა ქუთაისში დილიდან საარჩევნო უბნებზე მიდიან ადამიანები, გარკვეულ უბნებზე რიგებით შეინიშნებოდა დღის განმავლობაში 3 საათის მონაცემებით 35,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა უკვე საკუთარი პოზიცია, რაც საერთო ამომრჩევლის 22,98%-ია. მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა, მხოლოდ ერთი საჩივარი არის ამ დროისთვის დაწერილი საოლქო კომისიაში. ჩვენ ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი მთავარი არჩევნებზე მისვლის მიზეზი არის ის, რომ ელიან ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს განვითარებას. მინდა საქართველოს თავისუფლება, ბედნიერება და ყველაფერი უკეთესობისკენ, რაც უფრო ბედნიერი იქნება ერი, მით უფრო გაბწნებული იქნება საქართველო. მშვიდობა ყოფილიყოს, სიკეთე ყოფილიყოს. ველი რომ მომავალ წლებში უკეთესი და უკეთესი იქნება ჩვენი ქალაქი და ეს დეპუტატები კიდევ მიხედავენ წერლობას, თეატრს, ხელოვნებას. ქუთაისში მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. ქართული ოცნებიდან დავით ერემეიშვილი, გახარია საქართველოდან პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო პარტია სამშობლოდან კიდევ ერთი კანდიდატი იბრძვის და სწორედ უკვე დღის ბოლოს გახდება ცნობილი თუ ვინ დაიკავებს ქუთაისის მერის პოსტს. მადლობა ხათუნა მაისურაძეს. ქუთაისიდან და გადავინაცვლოთ რუსთავში, როგორ მიმდინარეობს იქ საარჩევნო პროცესი, ამას ნინი მაისურაძე გვეტყვის.
კომისიის თავმჯდომარის ბოლო მონაცემებით კი 17 საათის მდგომარეობით 106,654 საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ქალაქ რუსთავში ორგანიზებულად გამჭვირვალედ და ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრებს, რომლებიც პროცესს ადგილზე აკვირდებიან. მათი თქმით, საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების გამოყენება, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მაღალ დონეზე არის ორგანიზებული. ისინი ასევე ხაზს უსვამენ ამომრჩევლების ჩართულობას და ამბობენ, რომ განსაკუთრებით შესამჩნევი არის მოქალაქეების აქტივობა საარჩევნო უბნებზე, რაც მათ გაზრდილ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ამგვარად ორგანიზებული საარჩევნო გარემო და უახლესი ტექნოლოგიები კი პროცესის მეტად გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ჩვენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები ვართ უნგრეთიდან. მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ საარჩევნო პროცესი ასახავს ამომრჩევლის ძალისხმევას გააძლიერონ ადგილობრივი დემოკრატია. არჩევნები ძალიან გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებულია. გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია. მოქალაქეებისგან ჩანს, რომ აცნობიერებენ არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ჰქონდეთ სათანადო და გამჭვირვალე წარმომადგენლობა ქალაქებსა და რეგიონებში. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავი საქართველოში, ვაკვირდებით კენჭისყრას. საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების ხარისხი და სტანდარტები ყველგან მაღალია. პერსონალი სრულ მზადყოფნაშია. ყველა საარჩევნო უბანზე ვიხილეთ ადგილობრივი დამკვირვებლებიც. არ გვსმენია არანაირი პროვოკაციის შესახებ არც ერთ უბანზე. რაც საიმედოა და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ასე გაგრძელდება, რომ საარჩევნო პროცესი დღის ბოლომდე იქნება მშვიდობიანი და ახალი მერები და ადგილობრივი წარმომადგენლები მიიღებენ თავიანთ მანდატებს და იმუშავებენ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად გაკეთებული არჩევანის შესაბამისად. რაც შეეხება აქტივობას, მოქალაქეები დილიდან მიდიან საარჩევნო უბნზე იმისათვის, რომ აირჩიონ ქალაქის ახალი მერი და საკრებულოს წევრები. სულ რუსთავში 58 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან ყველგან ხმის მიცემა მიმდინარეობს ელექტრონული წესით და ასევე გახსნილი არის 3 სპეცუბანი პენიტენციურ დაწესებულებებში. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებს, 17 საათის მდგომარეობით 106,654 ამომრჩევლიდან საერთო რაოდენობის 31%-მა მიიღო უკვე არჩევნებში მონაწილეობა. რუსთავის არც ერთ უბანზე ამ დროისთვის დარღვევა არ ფიქსირდება. მომავალ ევროპულ მომავალს დაუჭირეთ ხარი. ძალიან კარგ ვითარებაში ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი ვარ, ანუ დამკვირვებლებით ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურად ჩაიარა და მივეცი ხმა იმას, რომ კარგი საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს და წინსვლა იყოს. მშვიდმდგომარეობაში მიმდინარეობს რუსთავის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები. 58 უბანზე, არც ერთ უბანზე საჩივარი არ არის დაფიქსირებული, არც საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, არც საოლქო საარჩევნო კომისიაში. აქედან გამომდინარე 8 საათამდე ნებისმიერ ამომრჩევლს შეუძლია მიბრძანდეს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. რაც შეეხება აქტივობას, მიმდინარეობს პროცესი 20 ეტაპზე 31% არის ამორჩევლების მოსული. რუსთავში საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე დილიდან 7 ვითარებაში რომ მიმდინარეობს, ამას საერთაშორისო დამკვირვებლების ადასტურებენ. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება. მადლობა ნინი მაისურაძეს. ჩვენ ვუბრუნდებით რუსთაველის გამზირს და თავისუფლების მოედანზე დაანონსებულ აქციას. პატა ბურჭულაძე აქციისთვის ითხოვდა 4 სცენის დამონტაჟებას, თუმცა ახლა თავისუფლებაზე მხოლოდ ერთი მცირე ზომის ამაღლებული ადგილი აქვთ მოწყობილი. კითხვაზე, რატომ არ აქვთ 4 სცენა, რასაც ითხოვდნენ, პატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ასე იყო საჭირო. უკავშირდება თუ არა ეს ხალხის რაოდენობას, ამ კითხვაზე ბურჭულაძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს. რევოლუცია აგერ არის, ეს შეხედეთ ამ ხალხს. ამაზე მეტი რევოლუცია რა გინდათ? ეს ერთი პატარა სცენა რატომ დგას შეგიძლიათ? არ არის მეტი საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმის კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს კოორდინირებულია პარტიულ მედიას, NGO-ებსა და უცხოელ აქტორებს შორის. პირველი შეეხება ხაშურს, სადაც გავრცელდა ვიდეო თითქოს
დღეს არჩევნების დროს ხდება დარიგება გარკვეული რაღაც სარგებლის და შევეცადეთ რომ გაგვერკვია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ეს ვიდეო გადაღებული არის გუშინ და ტელევიზიები, პარტიული მედია და ზოგიერთი NGO ცდილობს რომ ის გაასაღონ როგორც დღევანდელი ვიდეო სინამდვილეში გადაღებული არის გუშინ და საუბარი არის სააგიტაციო მასალის დარიგებაზე და სხვა არაფერზე. ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა და მან ითხოვა დახმარება. გორში მეხუთე უბანზე ლელოს წარმომადგენელი პირდაპირ უბრის ტერიტორიაზე ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას, მათ შორის მედიის მონაწილეობით. ასე რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც საჩივარი დაიწერება. რასაც ლელო 2024 წელს ასარჩივრებდა და უბნის გაუქმებას, შედეგების გაუქმებას ითხოვდა 2025 წელს აკეთებს თავად. თან აკეთებს თავად უფრო უხეშად. კერძოდ აღმოჩნდა, რომ ამ კამერებს აქვს ხმის ჩამწერი ფუნქცია, რაც არის კანონის დარღვევა. თუმცა და რაც მათ შორის აღიარა ლელოს წარმომადგენელმა შედგენილი არის უბანზე ოქმი 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მაშინ საზოგიერთ უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ს ჰქონდა პრეტენზია ქართული ოცნების კამერებთან დაკავშირებით წელს ასეთი პრეტენზია არ მოგვისმენია არავისგან კამერები დგას თუმცა ხმის ჩაწერა აკრძალულია კანონით მარიკა მიქიაშვილი დროას წევრი რომელიც აუცილებს ყალბ ინფორმაციას თითქოს კარუსელების შესახებ და ასე შემდეგ აქვე გეტყვით თუ არანაირი ფაქტი მოყვანილი არ აქვს უბრალოდ წერს რომ აი კარუსელები ხორციელდება თითქოს მეორე პუბლიკა უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია რომელიც აუცილებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით ანუ ეს უკვე ყველა მიხვდა რომ ჩვეულებრივი აფერა იყო რომელიც იგორ ნარმანიამ და რამდენიმე ახალგაზრდა ნაცმა ჩაიდინა წარმოგიდგენთ X-ზე განთავსებულ პოსტს პოლონელი ევროპარლამენტარის რომელიც არის ევროპული სახალხო პარტიის წევრი იცით რომ ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მფარველი პარტია კრიშტოფ ბრეიჟა თუ სწორედ გამოვთქვა მის სახელს და გვარს რომელიც ამბობს რომ ეს არის რუსული ოპერაცია რომელიც საქართველოში ტარდება აი ეს არის ზუსტად რაზე ჩვენ საუბრობდით უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში დღეს მთელი დღეა TV პირველი ხაზარაძის ტელევიზია ცდილობს რომ რაღაცა სკანდალები ააგოროს თუმცა მე მგონი საკუთარ თავს დასაცინად იქმნიან ერთ-ერთ ინტერვიუში მარცხნიდან რომ მოუყვეთ TV პირველი ასაკოვანი მოქალაქეს ეკითხება ვინ გთხოვათ რომ ასე გამოპრანჭული ყოფილიყავით დილიდან ეს არის მთელი ინტერვიუს არსი რომ ეკითხება გამოპრანჭული რატომ არის ადამიანი მეორე ქვემოთ გახლავთ TV პირველი საგარეჯოში პურმარილს რომ ეძებს 30 საათი ათასობით კომისიის წევრი დღეს არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე და არ ვიცი ხა თუ ხაზარაძე აშიმშილებს თავის ჟურნალისტებს ხა ადამიანები თუ ზრუნავენ იმაზე სხვა შორის იქ განსხვავება ოპოზიციურ წევსა და არაოპოზიციურ წევსა და პროფესიულ წევსა და პარტიულ წევს შორის კომისიაში არ არის და როგორც ეს ადამიანური მომენტია რა თქმა უნდა ზრუნავენ იმისთვის რომ დღის განმავლობაში უბნიდან გასვლა არ მოუწიოთ და ადგილზე კონდეთ შესაძლებლობა კვების სიუჟეტი სადაც ამყვანი აანონსებს, რა თქმა უნდა, დრამატული ტონით, რომ მოცნების წევრები მუხიანში დიდი ფულით გადაადგილდებიან და არიგებენ და შემდეგ ადგილზე, შემთხვევის ადგილზე გადასცემს თავის კორესპონდენტს სიტყვას, რომელსაც ყავს ოქროს მოწმე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ კითხვაზე პასუხობს საბოლოო ჯამში, რომ ფული არ უნახავს, არც გადაცემა უხრავს და ხელით აჩვენებს, აი ასეთი საფულე ეჭირა და შიგნით ფული იქნებოდა სხვა რა უნდა ყოფილიყო. აი ასეთ დონეზე დაეცა ხაზარაძე რომ არათუ ჟურნალისტურ ეთიკას გადააბიჯებინა მისი ტელევიზიის ყველა წევს, არამედ საერთოდ უკვე სასაცილო კურიოზები არის. საპატიო ფუნქცია დაიკისა როგორც ჩანს თაზო დათუნაშვილს, რომელიც თავისი ჩვეული, უпростоეთ თენგოს ჩვეული ტონალობით, ასე ვთქვათ, გამოდის და ბრაზობს რატომღაც ტელევიზიაში და ეს ბრაზის ტექსტი ამოვიწერეთ კიდევაც, იმიტომ რომ დარჩეს. საუბრობს იმაზე, რომ კამერებს აზიანებენ თითქოს ვინმე მათ კამერას თბილისში და უცნაურ საჩივრებს წერენ, ოღონდ არ გადავიღოთო და ახსენი რაშიც არის საქმე და რა თქმა უნდა ახლა ტიპური ჩამონათვალი გააკეთოს, კარუსელები თითქოს არის, განზრახ კაფუჭება აპარატის და ფულის დარიგება. რა თქმა უნდა არც ერთ ამაზე არ აქვს არანაირი მტკიცებულება, ასე რომ თაზო ფიქრობ ამ თუკი წინა არჩევნებში თენგო იყო არჩევნების თავარი პერსონაჟი, ამ არჩევნებში თავარი ანტიგმირი და ასე ვთქვათ შარჟი პერსონაჟად დარჩება
ბატონი თაზო დათუნაშვილი. უბრუნდებით ისევ თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსებული იყო 4 საათზე. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ რა ვითარებაა ადგილზე. გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზეა შეკრებილი. ასეთი ავითარება რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე. პარტია ლელოს კი არჩევნების დღეს პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ტოვებენ. ყველა მათგანი ამბობს, რომ ემიჯნება ძალადობას და ემიჯნება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც მათივე თქმით ლელოც ემხრობა. აბსოლუტურად უანგაროდ და მთელი სულით და გულით. მე ლევან რევაზიშვილი პარტია ლელოს პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი ვიზიარებ ჩემი თანაპარტიელის დავით ნადირაშვილის შეხედულებებს. ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებას და მეც ვტოვებ პარტიას. მე პარტია ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვემიჯნები ძალადობას, არ გავხდები ძალადობის თანამონაწილე. როგორც ვხედავთ, ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს ვიდრე არჩევნების, რაც არის ჩემს მიერ პარტიის დატოვების მიზეზი. მე პოლიტიკური პარტია ლელოდან ნაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ემხრობა ის პარტია, რომელსაც წარმოვადგენ. არსებული ვითარების გათვალისწინებით ვეღარ მოვიაზრებ ჩემს თავს ლელოს რიგებში და მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე ნოდარ გიგაური და ჩემი თანაპარტიელი ვლადიმერ ბუზალაძე, პარტია ლელოს ქარელის ორგანიზაციის პარტიული სიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვემიჯნებით ძალადობას და ვუერთდებით მცხეთის რაიონული ორგანიზაციის წევრების გადაწყვეტილებას. ჩვენც არ გვინდა გავხდეთ ძალადობის თანამონაწილეები და ჩვენც ვტოვებთ პარტიას.
არ მქონია ჯერჯერობით კონტაქტი ამ ადამიანებთან, მაგრამ თუ ასეთი რამე ნამდვილად მათ სახელი გავრცელდა, ცალსახად შემიძლია გითხრა, რომ სუსის მორიგი პროვოკაცია არის. ხედავენ მისი წევრები, რომ თაღლითების მიერ შექმნილი თაღლითური პარტია პარტიის კიდევ ერთი თაღლითობის მონაწილეები გახდნენ. რომ რა თქმა უნდა მათ ასეთ პირობებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს, როდესაც ასეთი ტიპის პარტია არის თაღლითობაზე დაფუძნებული და განცხადებები როგორც ნახე, მათ შორის ის რომ დილით არჩევნები და საღამოს დამხობაო, როგორც ჩანს ხედავენ, რომ ამ დამხობას ასე ადვილად არავინ არ გაუტარებს და არავინ არ შეხედავს და კარგია თუ კი დროზე მოვა ყველა გონს და გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ჩვენ ვხედავთ არაერთ განცხადებას, რომელიც მიმართულია არეულობის მოწოდებისკენ. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან მაღალია მობილობა არჩევნებზე და მათ შორის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რამდენადაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დღეს მიდის არჩევნებზე, მათ შორის პასუხს სცემს ოპოზიციურ პარტიებს. ამ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უარს ეუბნებიან ასეთ პარტიების მოწოდებას დესტაბილიზაციაზე, უარს ეუბნებიან არეულობაზე, უარს ეუბნებიან წარსულში დაბრუნებაზე და პირიქით არჩევნებში მონაწილეობისკენ ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ წინსვლას. ტოვებენ გახარიას პარტიასაც სოფიკო ნიკაცაძე, არტურ ტონაკანიანი, ნიკოლაი სუხარუკოვი და ვლადისლავ ანანიკიანი. გახარიას პარტიას ტოვებენ, ისინი ამის კონკრეტულ მიზეზზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პარტიის ხელმძღვანელები მიუხედავად იმისა, რომ სხვაგვარად საუბრობენ, ჩართულები არიან ძალადობრივ გეგმებში და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ. პარტია გახარია საქართველოსთვის ნინო წმინდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი სოფიკო ნიკაბაძე. ჩემს თანაგუნდელებთან არტურ ტონაკანიანთან, ნიკოლაი სუხარუკოვთან და ვლადისლავ ანანიკიანთან ერთად, რომლებიც არიან მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები, ვუერთდები ლელოს იმ წევრებს, რომლებმაც გაბედეს და დატოვეს თავისი პარტია, იმის გამო, რომ მისი ლიდერები ძალადობას უჭერენ მხარს. ვტოვებთ გახარიას პარტიას, რომლის ხელმძღვანელებიც მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად საუბრობენ, ჩართულები არიან ძალადობრივ გეგმებში და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ. მარნეულში პარტია ლელოს პოლიტიკური საბჭოს წევრის და პარტიის რეგიონული წარმომადგენლის აგილ მუსტაფაევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარნეულის მეშვიდე სკოლაში არსებული საარჩევნო მერვეუბანი ბალანსის სტომილების გამო დაიხურა, სიცრუე აღმოჩნდა აგილ მუსტაფაევის საარჩევნო უბანზე მყოფმა ლელოს წარმომადგენელმა თავად ამხილა. როგორც ქრონიკესთან საუბრისას მან აღნიშნა, საარჩევნო უბანზე დილის 8 საათიდან ხმის მის პროცესი უწყვეტად შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ლელოს მხრიდან პროვოკაციებზე ისაუბრა ზაურ დარგალმაც. მარნეულში საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. სხვადასხვა უბნებზე ლელოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს, მაგალითად სოფელ კასუმლუში კანდიდატი და პარტიის თავმჯდომარე ლელოს იყვნენ მისული და ატარებდნენ ასევე ღიად აგიტაციას. მეორე შემთხვევა იყო სოფელ ალგეთში, სადაც ლელოს წარმომადგენელი უბანთან დგას და პირდაპირ იქ მოსულ ხალხთან ატარებს აგიტაციას, რაც კანონმდებლობარი. ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. მეტეხის ტაძართან მომხდარ ინციდენტს ტაძრის მსახური პირები იხსენებენ. მესანთლების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ტაძრის ეზოს დატოვება არ სურდათ და ცინიკური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ხმაურის ფონზე კი მათი დაცვა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა. მათ სიტუაციის განეიტრალება სურდათ, თუმცა სიტყვერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე. გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი 10-ზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას საკუთარ ჩვენებაში თავად ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს. მეტეხთან მომხდარ დაპირისპირებაზე შეფასებებიც გაკეთდა მართო გუნდში. ისინი ფაქტს და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის იგორ ნარმანიას ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებენ.
სიყვარულით გეუბნები რომ გავბრძანდეთ მეთქი რა ვქნა ვიკეტებით მეთქი და გავედი ჭიშკრამდე და ვიღაცა უკვე ცოტა 100 საკიანი კაცი მანქანიდან არ გადმოხტა და მე არ გავალო სანამ ამ რუსის მარშრუტებს არ გაიყვანო. ყვირის ისტერიული ყვირილი დაიწყო. ესე ჭიშკარს რო ვკეტავ ერთ-ერთი ჰალსტუქში იყო გარეთი რაღაც შესაფრებული ტელეფონი ეჭირა იღებდა და დაგვიწყო მუქარი. აი ხვალმოვა თქვენთან და ნახე რას გიძაბ. ჰილიკობდნენ ეს ღმერთი სად ვიპოვოთ და თქვენ როგორი ეკლესიურები ხარ ტაძრი და ყვრით. ესენი სპეციალურად ყვიროდნენ და ეს ორი ახალგაზრდა გამოგვესარჩვა. როგორ ვეხვეწებოდი იცი მეთქი შედით რა კამერებიც ხო არის შედით რა გეხვეწები რაღაცა პროვოკაცია მე მივხვდი უკვე რუსებო ხოცებო ნუ მივხვდით უკვე 30 ადამიანი მაინც იქნებოდა გოგოები ბიჭები იყვნენ და მითხრეს რომ ის რა ქვია ჩვენ აქ იმიტომ ვართ რომ ბრიფინგი უნდა ჩავატაროთ თქვენ რუსებო თქვენ ხოცებო ამ რუსის და ხოცის ყვირილზე ბიჭი იქით რესტორანშია მუშაობს გადმოვიდა რომ რაშუაშია ხოცი და რუსიო ხო და ამაზე იმათ დაუწყეს მე ჩხუბი აგინებდნენ საშინლად მაგრამ ჩვენ გამოგვიშვეს მე ჩვენ წავედით და აქ მე მომხდარა რაც ტელევიზიით გავიგეთ მე ჩვენ ცუდად ვიყავი რომ არაფერი დამართოდათ იმათ ეგ ის ხალხი იყო ბრბო. ყველანი ვიყავით ქვემოთ და გავიგეთ არასასწრაფო შეურაცხყოფელი სიტყვები ქალბატონების მიმართ. ბიჭებმა ამის გამო, რადგან დედისწოლა ქალბატონები იყვნენ, მივიდნენ და დაიხმარნენ, იმიტომ რომ ქალბატონები მარტო იყვნენ. ჩვენ საერთოდ არც ვიცოდით, ინფორმირებები არ ვიყავით, რომ ეგენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათ გამოგვიყვანეს ჩვენ თავიანთ სასარგებლოდ. შეგიძლიათ მოხვიდეთ, რომ რესტორანში ვმუშაობთ, ყოველდღე კამერები გვაქვს, იქ ვიყავით ყველანი, უბრალოდ ქალების გადასარჩენად მივიდნენ ეს ორი ადამიანი. სრულ ინფორმაციას ავრცელებენ ყველგან, საერთოდ ყველგან. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი თბილისში, ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან გვერდება პირდაპირ ეთერში გიორგი აბაზაძე. 2 საათი და 23 წუთი კენჭისყრის დასრულებამდე და შეიძლება ითქვას ჩუღურეთში ამომრჩეველი არის აქტიური. ზოგადად საარჩევნო პროცესი კი დღის განმავლობაში მიმდინარეობს 7 ვითარებაში, თუმცა მაინც დაიწერა რამდენიმე საჩივარი, მაგალითად ასეთი იყო 35 და მე-3 საარჩევნო უბნები. უბნის თავმჯდომარეების ინფორმაციით საჩივარი ძირითადად ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, რომლის ავტორები იყვნენ ლელო ძლიერი საქართველო და არასამთავრობო ორგანიზაცია. მესამე საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად. გვაქვს 7 არჩევნები, გვაქვს აქტივობაც, რამე ექსესებს ადგილი არ ქონია. დაიწერა რამოდენიმე საჩივარი უმნიშვნელო. საჩივარი დაწერა ლელოს წარმომადგენლებმა. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს 7 გარემოში. არანაირ დაძაბულობას და ექსესს ასე ვთქვათ ადგილი არ ქონია, მშვიდად, წყნარად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი ლელოს პარტიის მიმართ, რომ კამერიდან არ ჩანს ვიზუალურად გამოსახულება და აქვთ ეჭვი რომ ეს კამერა თან იწერს ხმას. სიმშვიდეა სრული, არ ყოფილა არანაირი არც პროვოკაცია, არც ხმაური, არანაირ დარღვევას არ ქონია ადგილი, არც საჩივარი და წერილა უბანზე. აქტივობა არის საშუალოზე მეტი. დაახლოებით ამ ეტაპისთვის 400-ზე მეტი ადამიანია მოსული. საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი, რომელიც დღეს ჩვენთან აკეთებდა კომენტარს, ამბობდნენ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მხარდასაჭერად. მადლობა გიორგი აბაზაძეს. ახლა კი პირდაპირ ეთერში უნდა ჩავთოთ მარიამ ბუღაძე, რომელიც ვაკის საარჩევნო ოლქში აშუქებს არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ დილიდან ვაკის რაიონში ვიმყოფებით და გვაქვს შესაძლებლობა რომ სხვადასხვა უბნებზე დავაკვირდეთ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. საერთო სურათი ასეთია რომ თვითმმართველობის არჩევნები 7 ვითარებაში ტარდება, რაც დაგვიდასტურეს ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, როგორც თავმჯდომარემ თქვა, ოლქში არც ერთი საჩივარი არ შესულა, საარჩევნო უბნებზე ყველაფერი გამართულად მუშაობს და კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ ამომრჩეველთა არჩევანი იყოს დაცული. 3 საათის მონაცემებით ვაკის
რაიონში რეგისტრირებული მოქალაქეების 22%-მა გააკეთა საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე. ამ მომრჩევლები, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დღეს არჩევნებში მონაწილეობა, რადგან კიდევ ერთხელ საჯაროდ დაფიქსირდეს თუ რა სურთ საქართველოს მოქალაქეებს და როგორ ქვეყანაში სურთ მათ ცხოვრება და როგორც ისინი ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ სახელმწიფოში და მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება. ელექტრონული მოწყობილობები გამართულად დახვდათ ამ მომრჩევლებს, დროულად გაიხსნა 70-ვე საარჩევნო უბანი, ტექნიკას პრობლემა არ ქონია როგორც ვერიფიკაციის აპარატების ნაწილში, ასევე ხმისჩველი აპარატების ნაწილში. 7 ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები, კენჭისყრის პროცესი, მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ მობრძანენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი არ შემოსულა ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაც შეეხება აქტიობებს ნორმალური კარგი აქტიობა ამ ეტაპისთვის. არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას დავანახოთ შიგნიდანაც და გარედანაც, რომ ყარად გავართ ფეხზე თავისუფლების და მშვიდობის მოლოდინში. და არავითარ შემთხვევაში ძალადობის და დაპირისპირების და ზიზღის მოლოდინში. არჩევანი გავაკეთე იმისათვის, რომ საქართველო იყოს უკეთესი დამოუკიდებელი, განვითარებული და ბედნიერი ხალხი ყავდეს. არჩევანს ვაკეთებ ჩვენს მომავალზე და შესაბამისად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მინდა მშვიდობა იყოს, ყველა კარგად იყოს და ვიცხოვროთ ყველამ ერთად შვიდ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია, თავისი აზრის მიუხედავად, მან თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ ამას. საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათზე ნაკლები რჩება, როგორც მოისმინეთ, მოქალაქეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება. როგორც გითხარით, ვაკის რაიონში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მადლობა მარიამ ბუღაძეს. თბილისიდან ვინაცვლოთ ისევ რეგიონებში, ამჯერად გორი უნდა ჩავთოთ პირდაპირ ეთერში და ანა შეპკინა გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს გორში საარჩევნო პროცესი. საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათზე ნაკლები დრო რჩება და აი ამ დრომდე რეგიონის მასშტაბით არც ერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა. რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა მხოლოდ პროცედურული ხასიათის უმნიშვნელო დარღვევები, რომელთა აღმოფხვრაც მოხდა ადგილზევე. რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე, რაც შეეხება აქტივობას, ის კვლავაც საკმაოდ მაღალია, 35% ფიქსირდება ხაშურსა და კასპში, 34% ქარელში, ხოლო გორში, გორის 32 საარჩევნო ოლქში ამ მომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22%-მა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობა იაზრებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. ნომერ 32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვალ 95-ვე საუბნო საარჩევნო კომისიაში 7 წყნარ სამართლიან გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. 17 საათისთვის არჩევანი გააკეთა ჩვენი ოლქის 35777-მა ამორჩეველმა, რაც შეადგენს 32.02%-ს. ამ დროისათვის გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ არის შემოსული. რეგიონის მასშტაბით გახსნილია 201 საარჩევნო უბანი, უბნების უმეტეს ნაწილში კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ელექტრონული წესით, რაც ამარტივებს როგორც ხმის მიცემის, ისე დათვლის პროცესს. მადლობა ანა შეპკინას. ქართული ოცნების დედოფლის წყაროს მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკუთარი არჩევანი მეოთხე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალია. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში 20 საარჩევნო უბანია გახსნილი. კენჭისყრის პროცესი კი 7 ვითარებაში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 20319 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი გააკეთა ქართული ოცნების ფოთის მერობის კანდიდატმაც ბექა ვაჭარაძის თქმით, მან ხმა მისცა იმ გუნდს, რომელსაც შეუძლია ფოთის განვითარება.
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, აღმშენებლობას, დედოფლის წყაროს წინსვლას. ამ არჩევანით, რომელიც მე გავაკეთე და რომელსაც ჩვენი დედოფლის წყაროელების და ჩვენი ქართველი ერის უმრავლესობა გააკეთებს, მხოლოდ ჩვენი სამშობლო, ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩვენი თითოეული სოფელი და ქალაქი მხოლოდ მოიგებს, მხოლოდ განვითარდება და მხოლოდ აღმშენებლობა გაგრძელდება. ველოდებით რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება და ასეც მჯერა და იქნება ასე. თავისი მოქალაქეობრივი ვალი ყველამ უნდა მოიხადოს სამშობლოს წინაშე, ასე არ არის და ყველაც იმიტომ მიდის არჩევნებზე. ისევ აქციას უბრუნდებით, მოქალაქე მოგვაწოდა ჩვენ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჯავშან ჟილეტებით ადამიანები მიემართებიან აქციისკენ. ეს ვიდეო, როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა. რა ხდება, რა ვითარება აქციაზე, ჩვენი კორესპონდენტები მუშაობენ ადგილზე და ისინი მოგვიყვებიან დეტალებს, კადრებს ხედავთ ეთერში, რომელზეც ვსაუბრობდით. რა ვითარება ახლა აქციაზე, ამას ნინი გოგიშვილი მოგვიყვება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თავისუფლების მოედანზე, ვიცით რომ აქცია და აქ შეკრება იყო 4 საათზე დაანონსებული, თუმცა ჩვენ აქ ვიმყოფებით 3 საათის შემდეგ დაახლოებით, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ჯერჯერობით შეკრება დასრულებულიც კი არ არის, ამ დრომდე ელოდებიან როგორც ჩანს მოქალაქეები, რომ მათი თანამოაზრეები მათ შეუერთდნენ. ასევე ჩვენ მქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც გამოცხადებული არის ამ აქციის მთავარი ორგანიზატორი, საზოგადოებას გაცნობდა 4 საათზე სამოქმედო გეგმას, თუ როგორი იქნებოდა მათი ნაბიჯები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ახლა პაატა ბურჭულაძე ადგილზე მოსული არ არის. რაც შეეხება სცენას, ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ 4 სცენას ამზადებდნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ერთი ამაღლებული ადგილი არის აქ თავისუფლების მოედანზე. მხოლოდ ერთი ამაღლებული ადგილი არის აქ თავისუფლების მოედანზე და შეიძლება ითქვას, რომ ამ ამაღლებული ვუწოდოთ სიტყვით გამოსვლა, თუმცა ჯერჯერობით როგორც მე ხედავ, ახლა პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას არ მიმართავს, ახლა ოპერატორს ხომ რა ხდება ადგილზე. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქცია დაანონსებული იყო 4 საათზე, შეკრება უნდა დაწყებულიყო 4 საათზე, თუმცა როგორც ჩანს, საკმარისი რაოდენობა ჯერ მოსული არ არის და როგორც ჩანს, გადაწყვეტეს, რომ არ დაელოდონ აქციის მონაწილეების მოსვლას და გადაწყვეტეს, რომ სიტყვით გამოსვლა დაიწყონ. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად გვესმოდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ 4 საათზე დაიწყებოდა მთავარი ბრძოლა, თუმცა ახლა მაყურებელი თვითონ პირდაპირ ეთერში კარგად ხედავს, თუ რა ბრძოლა აქ დაწყებული. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, რა თქმა უნდა, და მოვლენების განვითარების შესაბამისად პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. მადლობა ნინი გოგიშვილს, ასეთია ვითარება თავისუფლების მოედანზე, იქ სადაც აქცია 4 საათზე იყო დაანონსებული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. კათოლიკოს პატრიარქმა გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა ხმა, ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც
ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გაუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვებულობთ ქუჩაში უნდა გამოვიდნენ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან. თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც ესე რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოება მოახერხა და ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების გაკეთება. იმედია დღესაც საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ. შვიდობა, მეტი სიკეთე და მეტი განვითარება, ეს არის ის, რასაც პრემიერ-მინისტრმა მისცა ხმა ირაკლი კობახიძის თქმით, ხმა მისცა პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება. საკუთარი არჩევანი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ჩალო პაპუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი და გამოიყენონ შესაძლებლობა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. პრეზიდენტის განცხადებით კი არჩევანის გაკეთება მარტივია, ერთ მხარეს არის მშვიდობა და მეორე მხარეს დაპირისპირება. მამივეცი მშვიდობას, ეციკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. მამივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმამივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში. ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს კონკრეტულად პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. რაც იყო ჩვენი დაპირება თავიდანვე 64-ზე, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება. არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, სამწუხაროდ მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ჩვენს მოქალაქეებს, იმათ, ვისაც წამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით შეიკრება გარკვეულწილად საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. არჩევითი ორგანოების სრულად დაკომპლექტება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე.
ამ წუთებში ბრიფინგი იწყება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ცესკოს. მოგესალმებით. საარჩევნო პროცესი ძირითადად 7 ვითარებაში პროცედურების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მისი არსებობის შემთხვევაში არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე ბიულეტენი ხმის მთლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს მისი არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად ხმის მთლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი. როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როცა გაჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნების იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, ხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობას, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ ამომრჩევლებს არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე. ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე როგორც გასულ წელს ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია. 17 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1,175,817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია. აქვე შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს, კენჭისყრა სრულდება 20 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ. მადლობა. საჩივრებთან დაკავშირებით შემდეგ ბრიფინგზე მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას, რაც შეეხება დარღვევებს. დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არ არის არაფერი. მიმდინარეობს პროცესი მშვიდად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, რომ კანონით დადგენილი ფუნქციები შეასრულონ, ხელი არ შეუსრულონ საარჩევნო კომისიას მუშაობაში, რომ ჩვენ შევძლოთ მშვიდად პროცესის ბოლომდე მიყვანა. მაგალითად, ჩვენ დილითაც ვახსენეთ, საჩივარიც არის დაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ბიულეტენი იყო გაცემული, ან არ იყო სწორად უბნის მოწყობის წესი იყო დარღვეული, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა კენჭისყრის შენობაში არსებითი დარღვევები არ ყოფილა
ისეთი დარღვევები, რომელსაც შეეძლო პროცესისთვის ხელი შეეშალა. მადლობა. კითხვები თუ არ გაქვთ, დაგემშვიდობებით. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ რა ხდება თავისუფლების მოედანზე, სადაც აქცია დაანონსებული იყო 4 საათზე. აქცია თავისუფლების მოედანზე უკვე დაწყებულია. ახლა კადრში ხედავთ თავისუფლების მოედანზე არსებულ ვითარებას. მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები აქციის რამდენიმე წევრმა სცადა დაპირისპირება ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფთან, თუმცა ქრონიკის ჟურნალისტები აქციაზე მუშაობას განაგრძობენ. ასეთი ვითარება აქციაზე, რომელიც 4 საათზე იყო დაანონსებული, ახლა პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ამორჩეულმა, რაც პრინციპულად თანხმდრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის სახელით მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ ამორჩეულს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ამორჩეულებს აქტიურობისკენ. თითოეული ამორჩეულის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამორჩეულს აქვს შეასრულება მშვიდად, ყოველგვარი სახის ეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გასწნობთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი ქართული ოცნების სასარგებლოდ. ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევთ პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები. მოგესალმებით. ორი კითხვა მექნება. პირველ რიგში ბატონო ირაკლი, როდესაც ხდება მოსახლე აქტივობის შედარება 2014-17 წლებში. ალბათ საინტერესო არის მაყურებლისთვის, რატომ კონკრეტულად ამ ორ წელთან და არა 2021-თანაც, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ვადარებთ ორ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის აქტივობას. 2021 წელი გახსოვთ, რომ იყო სპეციფიური, რომელიც გაუთანაბრეს საპარლამენტო არჩევნებს, გამდინარე იქიდან, რომ დაწესებული იყო ეგრეთ წოდებული 53%-იანი საარჩევნო ბარიერი. 53%-ის ვერ მიღების შემთხვევაში ქართულ ოცნებას გახსოვთ, ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმების თანახმად უნდა დაენიშნა რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აქედან გამომდინარე, იყო განსხვავებული კონტექსტი, რა პირობებში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს, შესაბამისად ამ არჩევნების შედარება აქტივობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, შესაბამისად ჩვენ ვადარებთ ამ არჩევნებს 2014 და 2017 წლის სტანდარტულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იქ დაფიქსირებულ აქტივობას. ჩემი კიდევ ერთი კითხვა უკავშირდება პროცესს, რომელიც ახლა ქუჩაში იმართება, უფრო ზუსტად აი თქვენ ამბობთ, რომ ამ დროისთვის 1.200.000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ვიდრე მედიასთან ჩამოხვიდეთ, ალბათ ნახეთ კადრები დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან. თქვენი გადმოსახედიდან რეალურად სად დგას ქართველი ხალხი, ამაზე არის პრეტენზიები იცით ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ქუჩაშია დღეს რეალურად ქართველი ხალხი. 1.200.000 ამომრჩეველი უკვე მისული და კადრები, რომელსაც ვხედავთ ცენტრალური გამზირიდან. 8 საათზე ამოიბეჭდება საარჩევნო ოქმები და დაფიქსირდება საბოლოო საარჩევნო შედეგები, მათ შორის ქართული ოცნების საარჩევნო შედეგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით თანხმდრაში იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგი იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე არის შედარებით დაბალი. როდესაც მილიონზე მეტი ამორჩეველი გიჭერს მხარს, ყველაფერი არის რა თქმა უნდა ნათელი და რაც შეეხება რაოდენობას, რომელიც დაფიქსირდება დღეს თბილისში, იქნება ამ მაჩვენებელზე დაახლოებით 100 ჯერ ნაკლები. შესაბამისად, ამაზე საზოგადოება თავის დასკვნებს ბუნებრივია გამოიტანს.
კაპიტან ირაკლი, ოპოზიციის ლიდერები ისევ საუბრობენ, რომ დღეს ექნება სიურპრიზი და მოლოდინი არის, რომ იქნება მშვიდობიანი რევოლუცია. თქვენ ამ დღების განმავლობაში სულ აკეთებდით განცხადებას, რომ კანონი არავინ არ უნდა დარღოს და მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებთ? ან რა ინფორმაციები გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს დღეს? არსებობს ორი თეორიული სცენარი, რომ ვიმარჩიელოთ, ორი თეორიული სცენარი არსებობს. ერთი არის, როდესაც მშვიდობიანად იმართება შეკრება, და ასეთ შემთხვევაში მარტივად შეკრებებიან, დაიშლებიან, ეს არის და ეს. და მეორე თეორიული სცენარია, როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ისინი ცდილობენ მაგალითად შტორმი განახორციელონ კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ ან იზოლატონ პოლიციელებს და ეს შემდეგ, ხო? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ძალიან მკაცრ კანონის მიერ პასუხს, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ. კითხვა მაქვს, ვიცით რომ არჩევნებს აკვირდებიან უცხოელი დამკვირვებლები, ისინი პირველ შეფასებებსაც აკეთებენ, მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, რომ ხმის მიცემის პროცესი არის თავისუფალ გარემოში. როგორ ფიქრობთ, მათი შეფასებები გავლენას მოახდენს თუ არა? ევროპიდან გაკეთებულ შეფასებებზე ამას მათ შორის იმიტომაც გეკითხებით, რომ როგორც ვიცით კოპენჰაგენში თქვენი ვიზიტის პერიოდში გაკეთდა გარკვეული მინიშნებები მის შესახებ, რომ საქართველოს უნდა მოусმინოს ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსაც უნდა მოусმინონ. ამ ფონზე დამკვირვებლების შეფასება შეიძლება იყოს თუ არა რაიმე გავლენის მქონე იმ ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს. ზოგადად ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და როცა ტარდება მუნიციპალური არჩევნები, მიღებული პრაქტიკა არც არის უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოში დღეს არიან უცხოელი დამკვირვებლები, მთლიანობაში 8000-ზე მეტი დამკვირვებელი აგვირდება ამ არჩევნებს, საიდანაც არის ძალიან ბევრი უცხოელი. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ქონდეს თავისი მნიშვნელობა. ყველა ხედავს იმ ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, თავისუფალია ეს არჩევნები ყოველგვარი ტიპის ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ამ შემდეგ ეს არის ის საერთო სურათი, რომელიც დღეს ашკარად ჩანს და არის სრულიად თვალნათელი. ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი. მოგესალმებით, კესოქაფიანიძე რუსთავი, ბატონო ირაკლი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დრომდე 5 ლელოს წევრი ტოვებს პარტიას, სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას. ასევე გახარია სამცხე-ჯავახეთის პირველმა ნომერმაც დატოვა პარტია. რას ნიშნავს და რას ემსახურება და რატომ ხდება ეს მათ პარტიებში? ერთი რომ ზოგადად ამ პარტიებში არის რთული მდგომარეობა, საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიიყვანეს საკუთარი პარტიები ასეთ მდგომარეობამდე, არა თუ ადგილობრივი წარმომადგენლები, მათი ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას, ამის არაერთი მაგალითი იყო კონკრეტულად რელოს შემთხვევაში, ასევე კახარიას პარტიის შემთხვევაში და ამ ფონზე არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ ამ პარტიებს, მით უმეტეს რელოს შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ამ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას, რომელიც დაანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ, ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობამ და მათთან ერთად იყვნენ მოგეხსენებათ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ რელოსშიც არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არ სურთ არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი. კიდევ ერთი კითხვა მექნება, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაც წარადგინა იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რასაც მთელი დღის განმავლობაში აქვს ადგილი და ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად ხაშურის უბანზე, ასევე ახალციხეში ორმა ადამიანმა ერთად მისცეს ხმაო, თუმცა მე როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ეს არ იყო სიმართლე. რას ემსახურება ეს და მთელი დღის განმავლობაში რატომ აქვს ამას სისტემატიური სახე? ამაში სიახლე არაფერია, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ტარდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები, კონკრეტული მედია საშუალებები ავრცელებენ 1000 ტიპის ცრუ ინფორმაციას, დეზინფორმაციას და ამის მორიგი გამოვლინება ის ფაქტები, რაც თქვენს დაასახელეთ, ხო, ეს არის მოძველებული, ასე ვთქვათ, ტრიუკი, როდესაც არჩევნების დღეს 1000 სახის დეზინფორმაციით ცდილობ გახვიდე ფონს და ზიანი მიაყენო არჩევნების საერთო სურათს. ყავთ
როგორ კონტექსტში საარჩევნო ციკლი სრულდება, ხო, თვითმმართველობის არჩევნებით იყო საპარლამენტო, შემდეგ პრეზიდენტი არჩეთ და ეხლა დღეს არჩევნები არის თვითმმართველობის. როგორი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკის ხვალიდან? რაზე იქნება მთავარი აქცენტი მთავრობის, პარლამენტის და საერთოდ გუნდის იმ რეალობაში, რაშიც დღეს ვართ, ხომ, ოპოზიცია არის ქუჩაში, ქართული ოცნება ამბობს, რომ არ დაუთმობს არაფერს კანონიერი ფარგლებს იქეთ არ გაუშვებენ. რა იქნება ხვალიდან თქვენი პოლიტიკა? ყველაფერი ძალიან კარგად იქნება მშვიდად. ჩვენ გვაქვს 3 წელი საპარლამენტო არჩევნებამდე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა, რომელიც გამოგვიცხადა სამორჩეულებმა ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და ახლა უკვე გვიცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს რომ მონაცემები არის მართლა ძალიან შთამბეჭდავი და მაღალი. გარდა იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვიხარია ასეთი ხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ეს ჩვენ გვაკისრებს დამატებით განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. თქვენ იცით, რომ ტენდენციები გვაქვს ძალიან კარგი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ბუნებრივი ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით და რა თქმა უნდა ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა ამ ტენდენციის შენარჩუნება. ასევე ძალიან ამბიციური პროექტები გვაქვს იგივე ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც ეხება ქვეყნის განვითარებას და თავიდან ბოლომდე ვიქნებით ამაზე კონცენტრირებული. შემდეგი 3 წლის განმავლობაში გულისხმობს საპარლამენტო ციკლს და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ შემთხვევაში გულისხმობს შემდეგ მუნიციპალურ ციკლს. დავაზუსტებ ამ კითხვას საგარეო მიმართულებით. თქვენ ამბობდით ამ თვეების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკავშირდებოდა არჩევნებს, იმისათვის, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვლილიყო ქვეყანაში. საგარეო მიმართულებით რას ელოდებთ? იქნება თქვა გადატვირთვა, იგივე დასავლეთის მიმართულებით, იგივე ევროპული ქვეყნების მიმართულებით, ვინაიდან ამბობდით, რომ უცხოური პოლიტიკოსების ჩარევის მიზანი იყო ერთ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ ხელი გვაქვს გაწოდილი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ხო? ჩვენ ძალიან კაფეო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა აქციასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გამოსული ხალხი ქუჩაში. რა პასუხი გაქვთ ამ ხალხისთვის? არჩევნების პარალელურად იმართება ქვეყანაში დიდი პროტესტი. რა პასუხი გაქვთ ამ ხალხისთვის? თქვენ ხედავთ, როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად გონია რომ ხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთ-ერთი შეფასება, რაც ჩემი გაქვს. გეცოტავთ ხალხი დღესაც ქუჩაში? თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები. დიახ, ნახეთ კადრები, ამიტომ გეკითხებით. ხო, რომელი კადრები ნახეთ? თავისუფლის მოედანზე მაგალითად ნახეთ კადრები, რამდენი ადამიანია, ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტა რამდენი არის ბატონო ირაკლი? ძალიან ცოტა არის, ძალიან ცოტა. რაც თვალით ჩანს. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა გამომდინარე წირი ხარდაჭერიდან, რომელთაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი. კითხვასაც დაგისვამთ, ჯერ არჩევნები არ დასრულებულა, 8 საათამდე არის დრო, თუმცა ქართული ოცნება წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ზეიმობთ და ამბობთ, რომ 70%-იანი მხარდაჭერა შეიძლება გქონდეთ. წინასწარ რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინები, როდესაც არჩევნების შედეგები ჯერ უცნობი არის? ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენი შტაბების მონაცემები, ყველა პარტია მუშაობს აქტიურად ამ მრჩეველთან, შესაბამისად ხდება მონაცემების დამუშავებაც და ეს არის ჩვენი შტაბების მონაცემები. რაც შეეხება საბოლოო მონაცემებს, ისინი გასაჯაროდება ბუნებრივია ცესკოს მიერ 8 საათის შემდეგ. რაც შეეხება ზეიმს, ჩვენ არ ვჩქარობთ ჯერჯერობით ზეიმს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ 8 საათზე აუცილებლად მოგვიწევს ზეიმი. ამ ზეიმში იქნება თუ არა ბიზინა ივანიშვილიც პარტიაში? მოდით ეს ჩვენს სიურპრიზად დავტოვოთ. ბიზინა ივანიშვილს ელოდებით, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ნახეთ, არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების მცდელობა და რაც დავინახეთ, ესე იგი ელოდებით ივანიშვილს იქნება ის აქ. ნახოთ, დავიტოვოთ სიურპრიზად. მადლობა. კითხავთ მეც თუ შეიძლება, ხო, აშკარაა რომ იმზადებით, რომ
აღნიშნოთ ის გამარჯვება, რომელსაც აანონსებთ, თუმცა რატომ არ აღნიშნოთ ამას ქართულ ხალხთან ერთად, როცა ამტკიცებთ, რომ ამ ხალხის უმრავლესობა არის სწორედ თქვენი პოლიტიკის მხარდამჭერი და თან ამბობთ, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გელოდებათ. რატომ მხოლოდ პარტიის ოფისში ხართ ისევ ჩაკეტილი და აი ამ იზოს არ გასცდა თქვენი ზეიმი? თქვენ იცით, რომ სტანდარტულად ჩვენ ასეთი სახით აღნიშნავთ ხოლმე არჩევნებში გამარჯვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მხარდამჭერი, წინ არჩევნების დაფიქსირდა 1,100,000 ამორჩევლის მხარდამჭერა და აქაც ველოდებით დაახლოებით იგივე შედეგს. ეს არის საერთო სურათი, ხო, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება აღნიშვნას, ამას აქვს თავისი სტანდარტული ტრადიცია და ამ ტრადიციას მივყვებით. ამ ტრადიციის ნაწილი რატომ არ არის? ის ხალხი, ვისაც თქვენ მიიჩნევთ საკუთარ ამომრჩევლად და მხარდამჭერად. რაც შეეხება ხალხთან ერთად ჩვენი გამარჯვების აღნიშვნას, ამას გავაკეთებთ შემდეგი 3 და 4 წლის განმავლობაში, როდესაც სწორედ ხალხის ჩართულობით და ხალხთან ერთად ჩვენ ყველა ერთად აღნიშნავთ მაგალითად კონკრეტული პროექტების განხორციელებას, ძალიან შთამბეჭდავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც იყო ურთიერთობაში ხალხთან. კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ, არიან კანდიდატები, ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ყავდა რადიკალურ ოპოზიციას, ქუთაისშიც კი არ ჩასულა. წარმოიდგინეთ, ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც იყო წინა საარჩევნო პერიოდი, არა მარტო წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან. მუდმივი ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც. დღეს კონკრეტულად რამ შეგიშალათ ხელი, რომ გასულიყავით ქუჩაში და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად გეზეიმათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება. ის აქცია ხომ არ გაითვალისწინეთ, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს და რომელზეც ამბობთ, რომ ესო ძალიან სუსტი შეკრებაო. თუ სუსტი შეკრებაა, ეს ხომ არ იყო სინამდვილეში სწორედ ფაქტორი, რის გამოც თქვენ ვეღარ გავედეთ დღეს უკვე ქუჩაში გასვლა. წელს ვაკეთებთ იმისგან განსხვავებულ რამეს, რაც გავაკეთეთ ან შარშან, ან 2021-ში, ან 2020-ში, ან 2000. ყველა ჯერზე იყო თქვენი მისამართით ეჭვი, რომ ამას ვერ ბედავდით სწორედ. ახლა ანუ გამოდის, რომ არ რელევანტურია თქვენი შეკითხვა, იმიტომ რომ დაუკავშირეთ აქციას, რომელიც არ იყო მაგალითად შარშან. შარშან არ იყო აქცია, მაგრამ მაინც იგივე ტრადიციით. არ უნდა გამოვიწყოთ, რომ დამატებითი ფაქტორი თქვენთვის დღეს არის ეს აქციაც. ახლა გადახვიდით დამატებითი ფაქტორზე და მოდით ნუწვალობთ, დაელოდეთ ჩვენ სეიმს და დაელოდეთ საკუთარ ტრაგედიას. მადლობა. ერთი დაზუსტებაში. შეიძლება ასევე აქტივობაზეც, რომელიც იქცევს ყურადღებას იმით, რომ ახლა არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამ პროცესში და როგორც სესკოს მონაცემები აჩვენებს, აქტივობა მოქალაქეების არის დაახლოებით იმდენივე, თუ არ ვცდები, რამდენიც თქვათ 2021 წელს იყო, როცა ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყო ჩართული პროცესში. რამდენად ლოგიკურია ეს ამის ახსნა როგორ შეიძლება? 21-ს არ იმეორებს 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას. ლოგიკა არის მარტივი. ვინც ჩვენ დაგვიჭირა და ბევრად არ ჩამორჩება 2021-ს, ხო? ბატონო? ბევრად არ ჩამორჩება 2021-ს. ბევრად ჩამორჩება, იმიტომ რომ 2021 იყო, 2021-ში იყო 1,800,000 მეტი ამორჩეველი. რაც შეეხება ამორჩევნებს 8 საათისთვის სავარაუდოდ დაფიქსირდება 1,900,000-მდე ამორჩეველი, ანუ სხვაობა დიდია. დაახლოებით ხმების რაოდენობას თუ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მონაწილეობს ამ ანუ აიღეთ ნაცმოძრაობის და ის ახალი ხმები და დაახლოებით ემთხვევა ეს სხვაობა მათ ხმებს, ხო? დაახლოებით დამთხოვაა. ამიტომ თქვენ ლოგიკას თუნდაც ადარებდით აი 2014 წელს, ხო და 2017 ახსენეთ. ახლა მაგას ახსნით, რა შეიძლება? მაგას ახსნას რა შეიძლება? მარტივად არის საქმე. ჩვენი ამორჩეველი იყო აქტიური, იყო მობილიზებული და შესაბამისად ვინც ხარით დაგვიჭირა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი თითქმის მთელი შემადგენლობით გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზეც, იქნება ალბათ მაინც მცირე კლება გამომდინარე იქიდან რომ მუნიციპალურ არჩევნებს ეს ახასიათებს. რაც შეეხება ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, არა მარტო ახალმა და ნაცმოძრაობამ, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ ამორჩევლს გაუცრუა იმედები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე მათ ნაწილში არის კლება, ანუ ჩვენ მინარჩუნებთ დაახლოებით 1,100,000-მდე ხმას, ოპოზიცია იღებს 400,000 ხმას და ასე დაჟდება დაახლოებით 1,900,000, ყველაფერი არის ძალიან ლოგიკურად დალაგებული. თქვენ თქვით, რომ ძალიან ცოტა ხალხი არისო ქუჩაში.
თუმცა დღეს ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალების საკმაოდ დიდი მობილიზება თუ პარლამენტში, თუ საკრებულოში და ასე შემდეგ. თუ ასეთი ძალიან ცოტა ხალხი არის ქუჩაში, მაშინ რაში გჭირდებოდათ ასეთი გრანდიოზული მომზადება პარლამენტის ეზოში, როგორც კადრებში ჩანს, მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის, სპეცრაზმელებით არის სავსე და არა მხოლოდ პარლამენტის ეზოში. თუ ასეთი ცოტა ხალხია, რაში გჭირდებოდათ ამდენი? მადლობა ამ შეკითხვისთვის. საპოლიციო ძალები და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები არის მობილიზებული სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით. თქვენ გახსოვთ, იგივე შარშან წინ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, 4 მცდელობა ჰქონდათ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელებინათ რევოლუცია და ჯამში მაშინ ძალადობდა ერთბაშად 500-დან 1000 კაცამდე. თუმცა ამას დაჭირდა შესაბამისი ძალოვანი რესურსი, რომ მოგერიებულიყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აქაც სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. პროპორციული ძალა დაუპირისპირდება ნებისმიერ ძალადობის მცდელობას, თუ ასეთი მცდელობა განხორციელდება. ან დარბევა დღესაც შეიძლება იყოს პროპორციული ძალის დაპირისპირებას გულისხმობ წინაზე ეს ვნახეთ. დარბევა არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა, თუ რაიმე შეიძლება ეწოდოს დარბევა, ეს იყო ის ძალადობა, რომელსაც მიმართავდნენ მიტინგის მონაწილეები სამართალდამცავი უწყებების მიმართ. რაც შეეხება პოლიციას, მთლიანად სამართალდამცავ უწყებებს, მათ დაშალდეს შეკრება, როდესაც ეს იყო საჭირო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თუ ვინმე წაუწდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს შესაბამის პასუხს, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს. ერთსაც კითხავთ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ სიებით როგორ არიან საარჩევნო უბნებზე ადამიანები, ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა თანხის გადახდის შეთავაზებები და ასე შემდეგ. მაისურებს იფარებდნენ სახეზე და ისე გარბოდნენ მთელი რიგი უბნებიდან. არის თუ არა ეს ამორჩევლის ნების კონტროლი და ეს სიებით შეიარაღებული ადამიანები ყველა არჩევნებზე რატომ აკონტროლებენ ამორჩევლის ნებას? თანხის გადახდა არსად არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება ამორჩევლის მობილიზაციას, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა გავრცელებული დემოკრატიულ ქვეყნებში. მე მახსოვს თავის დროზე აირაი ვიტარებდა ტრენინგებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდარიყო ამორჩევლის მობილიზება, მათ შორის როგორ უნდა მდგარიყვნენ ადამიანების სიებით, როგორ უნდა დაერეკათ ამორჩეველთან, საჯარების შემთხვევაში მისულიყვნენ სახლში და გარს დაეგოკვინებინა და შემდეგ ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რაც გამოიყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მადლობა. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. იმედის ეთერს ახლა ნათია სორდია განაგრძობს. მე კი გემშვიდობებით.